აი ხარ როგორც ფუნქციონირებს სისტემა, ეხლა თავად გადაწყვეტილების მიღებიც არ არიან გადაწყვეტილების მიღებები, ეგ არის უცნაური. აი მაგალითად წინა მინისტრი გიორგი ამილახვარი, მას როცა ველაპარაკებოდა მის მოადგილეზე, გელა გელაძეზე, რომელიც ეხლა შინაგან საქმეთა მინისტრია, მან მისი ბიოგრაფია არ იცოდა, ის ეყავდა დანიშნული. და რაც იყო იმისი ნიშანი, რომ ესე იგი მას დაუნიშნეს მოადგილე. და ეგ ნიშნავს იმას, რომ სამინისტროს გარეთ წყდებოდა ასეთი საკითხები. და ეს დიდი ალბათობით ხდებოდა უსაფრთხოების სისტემის ფარგლებში. ანუ ადამიანმა არ იცოდა, მაგალითად მე საჯაროდ სატელევიზიო გადაცემაში რას მიყენებდა, რომ თურმე მე მუშაობდი დიმიტრი შაშკინის დროს, მაშინ როცა დიმიტრი შაშკინმა შემოიღო ბანდატურების სისტემა და ეს ბანდატურების სისტემა იყო თურმე სკოლების დასარბევად და ასავლების პოლიტიკური შეხედულებების კონტროლისთვის და მე ვხსნი რომ მე არ მუშაობდი და გელა გელაძე მუშაობდა და ეს არ იცოდა მაგალითად. არც აშკარა იყო, რომ ის არც იყო ჩართული ამ გადაწყვეტილების მიღებაში. და გელა გელაძე მუშაობდა ბევრი მინისტრის მოადგილედ ბევრ სხვადასხვა უწყებაში.